მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მგონი ცოტა ხაერი გაიწმინდა, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი სიბინძური სუნი დადგა. ბატონო ნიკოლოზ თუ შეიძლება ერთი წამით აქ იმდენი ბოდიში სიბინძური ითქვა, რომ თქვენ ეს კითხვა და ეს კორექტულობისკენ არ მოგიწოდებიათ თქვენი სტუმრის, ამიტომ ძალიან მოუწოდეთ ქალბატონო. არ მოგიწოდებიათ, გისმენთ, მე და ძალიან გთხოვთ ეხა მომისმენოთ. ეხა აგერ დატყუა ბიოგრაფია ამ ქალბატონმა. დიახ, მე ჩემი ბიოგრაფიით ძალიან ვამაყობ. ეხა თქვა რომ ადეიშვილის პროკურატურაში მუშაობდა. ეხა ყველა საიდანაც მოვდივართ. მე პროკურატურაში დავიწყე მუშაობა შევარდნაძის დროს 2003 წელს. დავამთავრე თუ არა უნივერსიტეტი და 2006 წლის დასაწყისში ჩემი ნებით დავწერე განცხადება და წამოვედი, იმიტომ რომ არ მინდოდა ყოფილიყავი სააკაშვილის რეჟიმის მსახური. განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის და ოცნების ზოგიერთი დღეს ლიდერისა თუ რაღაც აქტივისტისა მე არ ჩავყოლი ვარ სააკაშვილს და სხვათა შორის პროტესტის წამოსვლა პროკურატურიდან მაშინ ითვლებოდა ძალიან ცუდ ტონად და მე გამავთხილა კიდევ ჩემმა პროკურორმა რომ შეიძლება ამისგის პრობლემები შეგექმნას და მართლაც გქონა მე ამის პრობლემები. მე 2006 წელს დავტოვე მაშინ, როდესაც დავინახე რა მანქანა იყო ჩართული პროკურატურაში. ამის შემდგომ მე 2008 წელს უკვე დავიწყე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და 2008 წლიდან ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი და სად იყო მაშინ ეს ელისაშვილი და პარტიზანი მებაღეები და მე ჩაუგდე კიდევაც ვიღაცეებს რომ ეს ინფორმაცია მივაწოდე რომ მე აქტიურად ვიბრძოდი გარემოს დაცვის, იგივე ადამიანის უფლებების კუთხით. მე ჩემი წარსულით ვამაყობ განსხვავებით ელისო კილაძისგან, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი პროვოკატორი, ენას ზვალი არ აქვს. ეხა მე სიმართლე რო გითხრათ, აქ თქვა კიდევაც დებატები, მე ვისთან უნდა დავждე? მე საერთოდ ბინძურ ადამიანებთან არ ვждები დებატებში. არა, კორექტულად ეხა ბინძური არ არის ისეთი სიტყვა შემოკარგო, რომ ეხა რაღაცა და მე კიდე ეხა როდესაც მთელი საქართველო მან აგენტებად შერაცხა, ძალიან გთხოვთ მადროვოთ წავიკითხო ის განცხადება, რომელიც გაკეთებული ძალიან მოკლედ და დაუბრუნდეთ შემდეგ თემას. ეხა თუ გინდათ გავალ ეთერიდან ჯერ არ დამიწია და უკვე მოკლედ მეუნებით, იმიტომ რომ რაღაცა ტენდენციურობას ცოტა მივუხით. არა, ხო და აი ერთი წამი თუ ეხა მე მაყურებელი გიყურებ და ცუდად გამოჩნდება თქვენი ეს პოზიცია და ესეთი ტონალობა ჩემთან საუბრობ. ელისო კილაძე, როდესაც ვიღაცეებს დებს რაღაც აგენტობაში, მან თავის წარსულს გადახედოს და ირმა ინაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამხილა ელისო კილაძე და მე ციტირებას გავაკეთებ მისი განცხადებისა. თავისუფალი აზრის სახლი, რომელიც ხელმძღვანელი იყო ელისო კილაძე, ივანე მირაბიშვილის რუპორია. თავისუფალი აზრის სახლი და მისი აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ელისო კილაძე, კუდის ფარული თანამშრომელი, კოდური სახელით ნუკრი, ოპოზიციის წინააღმდეგ ტყუილსა და ცილისწამების კამპანიებში აგრძელებს. დაემსხვრარა ოპოზიციის ეგრეთ წოდებული მხილების ობიექტი, ჩაუვარდა რა ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებზე ბინძური და ცილისწამებული იარლიყების მიწებების ოპერაცია, ხელისუფლებამ შავ პიარი კამპანიის ახალ სტადიაზე გადავიდა. გუშინ 2011 წელს სექტემბერს ბატონმა ივანე მერაბიშვილმა ქალბატონ ელისო კილაძეს, იგივე ნუკრის პირით გვამცნო რომ თურმე ობიექტივის ოფისში ქართული პარტიის ადმინისტრაციის უპროსმა ბატონ ვახტანგ ბეგიაშვილმა ღირად განაცხადა რომ იქ ფიზიკურად დაჟის ელისო კილაძეს. ეს განცხადება ყველა შეგიძლია ნახოთ, ეს არის ITV-ს ეგრეთ წოდებულ ინტერნეტ პორტალზე, სადაც ვიდეოს დევს, მაშინ სხვათა შორის ელისო კილაძე ვახტანგ ბეგიაშვილს დებდა ბრალს რაღაცა აბსურდული ბრალდებით და განცხადებაც არის ელისო კილაძის. ამიტომ მე ძალიან დიდი თბილი დამოკიდებულება მაქვს და ძალიან ახლო დამოკიდებულება მაქვს და ვთვლი რომ ირმა ინაშვილი და ბატონი თარხან მოურავი არის ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს სააკაშვილის ხელისუფლების დამხობაში. გასაგებია. მაგრამ სირცხვილია ობიექტივის ეთერში დღეს იჯდეს მე ვაკი არ ვიძახი, შეიძლება თქვენ სტუმრად მოიწვიოს. გადაცემა მიყავდეს ელისო კილაძეს, იმ ელისო კილაძეს, რომელიც დღეს არის სააკაშვილის რუპორი, რომელიც ჩადის კიევში, იღებს ბინძურ დავალებებს. ეხა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ჩვენ ყველა პოზიციას უნდა მივცეთ პატიო. მაშინ ეხა ცისფერებიც გამოიყვანეთ, იმაში დასვით მიეცით ეთერებით. არა, დავამთავრებ ერთი წამით, ხო, არა, დავამთავრებ. შეიძლება მივცეთ მაშინ ჩვენ ეგრეთ წოდებული LGBT საზოგადოების თემის წარმომადგენლებსაც მიეცით ეთერები. იცით რა შეა საქმე? მე არ ვიძახი, რომ მე არა, ერთი წამით აქ იყო ბრალდებები და ეხლა ცუდად გამოჩნდება ეს რომ არ მაცდით მე. აქ იყო ბრალდები. იცით რა არის? როდესაც ადამიანი ჩვენ ეს ობიექტივი არის თავისუფლების და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთ-ერთი სიმბოლო. და ეს არის უამრავი ადამიანის შეურაცხყოფა, როდესაც ელისო კილაძე გამოდის ამ ეთერში და მაგალითად წინა ერთ-ერთ ეთერში ყავდა პიროვნება, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა დავით აიაზა სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცა ეს პიროვნება სწორედ ასავალ-დასავალი ჟურნალისტის გალახვის გამო და მე ვფიქრობ ეს არის ერთი წამით ხო შეიძლება
არა დროში რატო ვარ სუდად გამოჩნდება სუდად ჩანს მაყურებელთან არა მე ჩემს მიმართ უბრალოდ ამიტომ მე მოუწოდებ ობიექტივის ხელმძღვანელობას რომ ელისო კილაძის ადგილი არის ნიკა გვარამიას ბუტკის ტელევიზიაში ობიექტივი არის ქართველი ხალხის გამარჯვებული ხალხის ტელევიზია და ადამიანი რომელიც დღეს ბინძური გვარამიას ბინძური სააკაშვილის დავალებებს ასრულებს ის არ უნდა იჯდეს. ეხლაც აი რამ გამოიწვია გაღიზიანება. ერთი წამით რამ გამოიწვია გაღიზიანება სააკაშვილის სარედაქციო პოლიტიკაში იჭრებით. არა არ ვიჭრები მე ჩემ პოზიციას გამოთქვა. თემას მე დაგისვამთ კითხვას. არა ხო შეიძლება დავამთავროთ. აი მოკლედ დავამთავრებ. ეხლა რატო გაღიზიანდა ელისო კილაძე ჩემთან დაკავშირებით. მე მას ერთ დავყევი და სახელსაც არ ვახსენებ ვისაც, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ ღირს იმათ რომ მის სახელი ვახსენო. რატო გაღიზიანდა? მე ვთქვი კორექტულად ხარ. რუსთავი 2-ის მხარდაჭერა მე ვთქვი არის დღეს ნაციონალების სააკაშვილის და აგრეთვე გამაუპატიურებლების მხარდაჭერა მეთქი ეს ამაზე აღშფოთდა რომ როგორო ჩვენ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ აი ამ ხალხს ვინც უდგება დღეს გვერდში გვარამიას და რუსთავი 2-ს ჩემთვის ის არის გამაუპატიურებლებთან კორექტულად და მოვჩეთ ამ თემაზე საუბარს. არა, ძალიან ცუდად საუბრობთ ბატონო ნიკოლოზ, ახლა დაუბრუნდეთ საპატრიარქოს თემას. გამაუპატიურებლები არ არიან? ჩვენ ამ თემაზე არ ვართ. არა, ამ თემაზე ილაპარაკა სტუმარმა. აქ იყო ბრალდებები. ეს ადამიანი თვითონ არის აგენტი და დღეს ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების სტილი. როდესაც ადამიანებს, ესე იგი, დღეს ვის მიმართა ბრძოლა გამოცხადებული, აი საპატრიარქოს თემას რო შევეხოთ. მეუფე სერაფიმეს მიმართ, მეუფე სერაფიმე ჯოჯუას მიმართ, რომელმაც ამხილა სააკაშვილი 2012 წელს მეუფე იაკობის მიმართ რომელმაც ამხილა სააკაშვილი და ყველა იმ ადამიანის მიმართ არის დღეს ბრძოლა გამოცხადებული აი ესეთი პატარ-პატარა რაღაცა სააკაშვილის ხელის ადამიანების მიერ და ისინი ესე იგი ყველას დაცავენ თვითონ არის აგენტი მე არ მითქვი აგერ იმენაში ნუკრი ყოფილა აგენტი და ეს ყველა უნდა იცოდეს ეს არის ძველი ინფორმაცია მაგრამ აგენტი ნუკრი როგორ ვიღაცებზე ლაპარაკობს ეს არის თავხედობა ეხლა წამოვა გაზეთში რაღაცას დაწეს რუსთავი 2-ის ეთერში მივა კიდე ერთხელ ვიმეორებ მე პირადად ჩემი წარსული ჩვენ არ ვართ აქ მოსული ელისო კილაძეზე სასაუბრო არა იმიტომ რომ ელისო კილაძე ჩემზე ბევრი ისაუბრა არ ვსაუბრია თქვენზე ბევრი მე ვარ ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი მე ვარ ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი ვარ რომელმაც სიმართლე რო გითხრათ პროკურატურა თავისი რიგით დატოვა და სხვათა შორის ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა ოჯახი სამი შვილი მყავს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავიდა იმიტომ რომ ეხლა როდესაც და ძალიან დიდი მოწვევები მქონდა ძალიან დიდი პერსპექტივები მქონდა იმ ხელისუფლების პირობებში მაგრამ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ არასდროს არ ვიქნები იმ დიქტატორულ რეჟიმთან გაიგივებული პიროვნება განსხვავებით ზოგიერთები სამწუხაროდ გადაცემის საერთო დრო ამოიწურა ბატონო ნიკოლოზ და ბოლოს თქვენი პოზიცია საპატრიარქოსთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციასთან აი მარტივად გეტყვით რა იყო საპატრიარქოსთან დაკავშირებით რა უნდა გაკეთებულიყო რუსთავი 2-მა ნაციონალურ მოძრაობა და ელისო კილაძისნაირმა სატელიტებმა აგორეს ეს კამპანია რომ ხელისუფლება აპირებს პატრიარქი ილია მეორის მოწამვლას ესეთი ირიბი მინიშნებები იყო. ილია ჭავჭავაძე შემთხვევით არ მიხსენებია, ილია ჭავჭავაძე მოკლა ქართულმა ხალხმა და პატრიარქი კალისტრატი. ამიტომ ჩვენთვის უცხო არ არის ესეთი ცუდი ფურცლები. და როდესაც ესეთი ჩავარდა ეს გეგმა, ეხლა უკვე დაიწყეს ისეთი კამპანია, რომელიც ემსახურება მიზნად პატრიარქისთვის ძირის გამოთხრას. ესე იგი, როგორ ფიქრობთ თქვენ პატრიარქი, რომელიც ასეთი ბძენი ადამიანია და გარშემო ყავს ესეთი ვიგინდარ ადამიანები, რომლებიც მის წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს არ არის სწორი. მართალია, იმ მამალაძის უკან ვიღაცები დგას, მაგრამ დღეს რაც ხდება საპატრიარქოს ირგვლივ და რა შეტევებიც ხორციელდება, აი გუშინ მე მაგალითად რუსთავი 2-ს უყურებდი და ესეთი განცდა მქონდა ანაფორაში გამოწყობილი გიგა ბოკერია და იმაში დედაოს ფორმაში გამოწყობილი თია თუთფერიძე იყო, იმიტომ რომ ის ქალბატონი არ არის საპატრიარქოს წარმომადგენელი გუშინ რო საუბრობდა და მეუფე პეტრესთან დაკავშირებით კიდე ნუ აღარ მინდა ლაპარაკი ყველამ კარგად ვიცით რა ხდება და ის გეგმა როდესაც განხორციელებაში იყო და ანუ ამათი გეგმა რა იყო თუ პატრიარქს ესე იგი ესენი მოწამლავდნენ ისრების გადამისამართება მოხდებოდა რა თქმა უნდა ამ ხელისუფლებაზე იმიტომ რომ ამის მინიშნება იყო რომ დაცვა მოიხსნაო საპატრიარქოსო და სახელმწიფო დაცვა შევიდაო და მე ვინაიდან ყველაფერი ცადეს ყველაფერი იღონა ამ სააკაშვილის ხელისუფლებამ რომ ხალხი გამოეყვანათ ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ როდესაც წამოვიდოდა ინფორმაცია რომ აი პატრიარქი ამათმა მოკლეს თქვენ როგორ ფიქრობთ რა რეაქცია იქნებოდა ხალხ ეს გეგმა ჩავარდა ეხლა არის აღვირახსნილი კამპანია რესპუბლიკელები რომლებიც საერთოდ უნდა აიგზავნოს ეს პარტია გამოდიან და საპატრიარქოს მაგალითად დაფინანსების შეწყვეტად გამოდის ზოგიერთი პოლიტიკოსი და რაღაცა ბინძური კამპანია მიდის მე ტყილა არ ვახსენე დიდი ხანია მზადდებოდა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეტევები. ამ თქვენ ელჩი ახსენეთ. თქვენ ასევე საუბრობთ ელჩზე, დიახ. ეს იყო ამერიკის ელჩის განცხადება. მოდი დავყოთ ამერიკა ტრამპამდე და ტრამპის ანუ ტრამპამდე ამერიკა და ტრამპის დროს ამერიკა. ეს იყო ტრამპამდე, როდესაც ამერიკის ერთ-ერთმა ელჩმა
მე მგონი ჯონბასი იყო ეს თქვა გააკეთა განცხადება რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ რათა საპატრიარქოს იმიჯი დაეცესო და მე ვფიქრობ რომ ის გააკეთა ბატონო ნიკოლოზეს განცხადება ეს არის კულუარული ინფორმაცია ყველამ კარგად ვიცით ეს და იმ ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის წარმომადგენლები რომლებიც დღეს ყავს ჩვენ ეგრეთ წოდებული რესპუბლიკელების საკითხი არა მაგრამ ეს მედიაშიც გავრცელდა სხვათა შორის ეს ინფორმაცია რესპუბლიკელები ნაციონალები ესენი ქართული პროექტები არ არიან თქვენ როგორ რესპუბლიკური პარტია და ნაციონალური მოძრაობა ქართული პარტიებია ეს არის აი იმ ავანტყოფი მაკეინის და იმ ავანტყოფი ჰილარი კლინტონის რომელიც ბოდიში და სიძულვილს აი იმ LGBT თემის დაფინანსებას და აი ესეთი 1000 გვარ სისაძაგლეს და ბოღმას ანთხევდა მთელ სოფლიოში მათი აი ამ დაფინანსების ქვეშ ყოფილი პარტიები არიან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ ავსდით დიდ უბედურებას ტრამპს რო არ მოეგო არჩევნები კაცმარისის აქ რა პროცესები განვითარდება კორექტულად უმცირესობაში მყოფ ჯგუფებთან არა მე ვარ ვაპოთ ეს მოწ ერთსაბით ამერიკის შეერთებული შტატები ხმარობს შტატების პრეზიდენტი ხმარობს იგივე ციტატებს და ეხა მე რო ვიხმარო რა არის ეხა ვერ გავიგე დემოკრატიის შუქურა სახელმწიფო არის მე იმას სექსუალური უმცირესობების მიმართ პრეტენზიები და ანუ რაღაცა რისკი არ მაქვს ცუდი განწყობილება მაგრამ ჩვენ ვხედავთ დღეს რომ აი ეს ჯგუფები რომლებიც არიან ეს LGBT თემის ჯგუფები ეს ფსევდოლიბერალები არიან მოკალათებული სახელმწიფო სტრუქტურებში მე როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას ვებძოდი მე იგივე პოზიცია მაქვს დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებით ჩუგოშვილის მიმართ იმიტომ რომ ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის წარმომადგენლები დღეს ხელისუფლებაშიც მრავლად არის მოკალათებული განსხვავებით ზოგიერთი პოზიციებისგან რომელსაც რაღაცა მონური მორჩილება აქვს ყველას მიმართ ამიტომ ერთი რამე არის ყველამ კარგად იცოდეს საპატრიარქოს იმის ვერავინ ვერ შეეხება და ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის დროშა საპატრიარქოს თავზე ვერ იფრიალებს ამას ვერც კილაძე ვერ გააკეთებს ვერც ნაციონალები ვერც გვარამია და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ გვარამია იმ დონეზე მივიდა რომ რაღაცა ლოცვა დაიწყო ეხლა ხო იცით ადამიანს როდესაც გაჭირვება აქვს მერტი მე ახსენდებაო რუსთავი 2 რასაც აკეთებს საპატრიარქოს ეკლესიის მიმართ ეს არის წარმოუდგენელი მკრეხელობა და ამიტომ მე ვფიქრობ რომ მე კიდევ ერთხელ ბოლოს ერთი ციტატა ხო შეიძლება მე უწოდებთ ქალბატონ ირმა ინაშვილს მე მაქვს მის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიები და კარგად იცით რამხელა პატივისცემა არ შეიძლება ობიექტივის ეთერში იჯდეს გამაუპატიურებლების მკვლელების ნაციონალური მოძრაობის იდეების გამხმოვანებელი პარტიის ამ პარტიის ერთ-ერთი ესე იგი დამქაში ეხა წავიდა გვარამიას ეთერში დაждდება და სიბინძურეს ილაპარაკებს ობიექტივს იმითოსებს ადამიანი პატივს რომ აი ესეთი ვიგინდარები არ იჯდნენ ამ ეთერში